ჩვენი ჩემპიონის პატივსაცემად დღეს მოგიყვებით რა ემართებათ UFC-ს მებრძოლების ორგანიზმს ნოკაუტის დროს. როდესაც მებრძოლი მძიმე დარტყმას იღებს, თავი ინერციით მოულოდნელად ძლიერ წინააღმდეგობას ეჯახება და რა ხდება ამ დროს თავის ტვინში. თავის ტვინი არის საკმაოდ რბილი ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია ცერებრო-სპინალურ სითხეში და თითონად შედგება 70% წყლისგან. შესაბამისად, ეს მოულოდნელი დამუხრუჭება იწვევს იმას, რომ თავის ტვინი თავის ქალის შიგნით მოძრაობს და ეხეთქება ქალას არქველის შიდა ზედაპირს. ამის შედეგად სავარაუდოდ იზრდება ჰიდროსტატული წნევა სუბარაქნოიდულ სივრცეში, რაც გადაიტანს ამ მექანიკურ წნევას უშუალოდ ნერვულ ქსოვილზე. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ნეირონებს აქვს მექანოსენსიტიური იონური არხები. დარტყმის შედეგად მიღებული მექანიკური ტრამვის დროს ეს არხები იხსნებიან და რამდენიმე წამით ატარებენ ელექტრულად დამუხტულ იონებს. ამ იონების უჯრედშიგნით გადაადგილება იწვევს თავის ტვინში გადატვირთვის მსგავს იმპულსს, რის შედეგადაც მებრძოლი ცნობიერებას კარგავს. როდესაც უჯრედში და ტრანსპორტით ეს იონური დისბალანსი ისევ დაკორექტირდება, ადამიანი ისევ მოდის გონს. თუმცა ყველაფერი ყოველთვის ესე კარგად არ მთავრდება. არსებობს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მებრძოლებს სამუდამოდ დარჩათ შეზღუდული უნარები, შეიძლება მსგავსი ტრამვის შემდეგ განვითარდეს სისხლდენა ან დიფუზური აქსონური ტრამვა.